ილია თოფურიასთან პოტენციურ ბრძოლაზე რა სიტყვი? ეს იდეა ძალიან მომწონს. ამ ჩხუბის ყურება MMA-ის კომაგებს მართლა გაუხარდება და თუ UFC ამ შერკინებას დაორგანიზებს, მე მზად ვარ. რა სიტყვი ეს ბრძოლა თეთრ სახში რომ შედგეს? დიახ, ჩემი შემდეგი შეხვედრა შეიძლება მაგარენაზე გაიმართოს. ეხლა რამადანი დაიწყება, ერთი თვე დავისვენებ და შემდეგ დავიწყებ მზადებას, ასე რომ თეთრი სახლისთვის მზად ვიქნები. ჯერ ოფიციალურად ვერავინ ვერ იტყვის, ვინ შეხვდება ერთმანეთს თეთრ სახლში, მაგრამ თუ მოусმენთ ისლამ მახაჩევის ამ ინტერვიუს და გავიხსენებთ ილია თოფურიას სიტყვებს, სადაც ის იძახის, თუ გეიჯიმ დაამარცხა პიმბლეტიო UFC-ო მაზეო სულ სხვა გეგმები აქვს, გამოდის რაღაცა სასწაული. ნუ თუ თეთრ სახლში სუპერ ბრძოლა გაიმართება ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევს შორის, გეიჯი კი შეხვდება ჩარლზ ოლივერას და მაქს ჰოლუეის შორის გამარჯვებულს ნამდვილ ტიტულზე და თან BMF-ის კამარზე. აი ეს თუ მოხდა, რა ის ჯონ ჯონსი, რა ის კონორის და ჰაბიბის დაპირისპირება, ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ივენთი UFC-ის ისტორიაში, რაც კი მომხდარა. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, შესაძლებელია ესეთი რაღაცა მოხდეს? ამასობაში კი დაუმარცხებელი უსმარ ნურმაგომედოვი, რომლის რეკორდით დღესდღეობით შეადგენს 21 გამარჯვებას მარცხის გარეშე, 7 თებერვალს სატიტულო ბრძოლით ეჩხუბა ალფი დევის, გაიმარჯვა ამ შეხვედრაში და საინტერესო არის ალფი დევისის კომენტარი. ბრძოლამდე რა კომენტარიც გააკეთა, სადაც ის სულ ყველას აბრალეს თელ დაღესტანს, რომ დოპინგზე ზიხართო. მოდით ამ კომენტარს მოусმინოთ და თან პარალელურად შევხედოთ მათ ბრძოლას. მაგრად არ მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ დაღესტნელები არიან უძლიერესები. კი, ტექნიკური მებრძოლები არიან, მაგრამ ვიცით, რომ წლებია მოიხმარენ სტეროიდებს. უსმანი გახადეს დაუმარცხებელი, ის ხომ ნამდვილი ჩეტერია. ადამიანები მას მოიხსენიებენ როგორც დიდებულს, მაგრამ სტეროიდებზე არავინ საუბრობს. ეს ყველაფერი მაწუხებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვსვლი. ძალიან საინტერესო სიტუაცია, რადგან ისინი თითქოს რელიგიურები არიან და ბევრ რაღაცას ჰარამს უწოდებენ, მაგრამ მოიხმარენ დოპინგს. ჩემი აზრით ეს ორი რამ ერთმანეთს არ შეესაბამება. ამ შეხვედრის მერე უსმანს კითხეს დევისის მაგივრად, რომ ყოფილიყო ილია თოფურია ან არმან ცარუკიანი, რა მოხდებოდაო, რაზეც მან უპასუხა. პირველ რიგში ამ მებრძოლებისთვის საერთოდ სხვანაირად მოემზადებოდი, რადგან თუ შევადარეთ, ორი სხვადასხვა დონეა. მაგალითად არმანი კარგათაც ჭიდაობს და კარგათაც ურტყავს. ალფი დევისონისგან კი ჭიდაობაში არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამიტომ მოემზადებოდი განსხვავებულად, თუმცა შედეგი იქნებოდა მაინც იგივე. შენ დაარჩი ალფი დევისი, არმანმა კი დენ ჰუკერი, თქვენს შორის უკეთესი გრეპლერი და ილეთები ვისა აქვს. არმანთან განსხვავებით, მე არ წამიგია. როგორც ხედავთ, უსმანმა ილიაზე არის საუბრა თავი არის და პასუხს სამაგიეროდ პირდაპირ თქვა, რომ არმან ცარუკიანზე უკეთესი მებრძოლი ვარ და აი ამაში მე მას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ვთვლი, რომ სომეხი ბევრად მაგარი ტიპი არის და უნარებით ბევრად წინ დგას. მოკლედ ამავე ინტერვიუში უსმანს კითხეს, არ აპირებო გადასვლასო UFC-ში, ამდენი გამარჯვებები გაქვს, დაუმარცხებელი ხარ, რაზეც მან უპასუხა, რომ არაო, კომფორტულად გრძნობ თავსო და აი ამაში ის მართალია. ის მართლა კომფორტულად გრძნობს თავს PFL-ში, იმიტომ რომ დაუმარცხებელი კონკურენტი საერთოდ არ ყავს და ბოლო-ბოლო გიჟია გადავიდეს ისეთ ტიპებთან, როგორიც არის ჩარლზ ოლივერა, მაქს ჰოლუე, არმან ცარუკიანი, ღმერთმა დაიფაროს ილია თოფურია. თან ამ ლიგაში როგორც ჩანს დოპინგზე არ ამოწმებენ როგორც UFC-ში. ანუ იმას კი არ გულისხმობ, რომ არ ამოწმებენ საერთოდ. ვერ ჩადის დოპინგ კონტროლი და დოპინგის კომისია რუსეთში და კერძოდ დაღესტანში. ამიტომ დაღესტნელი მებრძოლები სულ ყოველთვის ემზადებიან სახლში. აი პირადად მე პროფესიონალურ დონეზე მუშაობდი ფიზმომზადების მწვრთნელად და ძალიან ბევრი სპორტსმენი კონსულტაცია ჩამიტარებია, როგორ და რომელი დოპინგი უნდა მოიხმარო ისე, რომ მაგალითად ერთ კვირაში არ ამოგივარდეს. ესეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც იცი რომ დოპინგის კომისია არ დაგადგება თავზე. მაგალითად საქართველოში დოპინგის კომისიას შეუძლია მოულოდნელად ჩამოგაკითხოს და ტუალეტში რო იჯდე უნიტაზე მოგადგნენ და გაგაკეთებინო. მაგრამ დაღესტანში ვერავინ ჩადის. მაგრამ ამის მიუხედავად დაღესტნელები მაინც იწვევიან. აი მაგალითად რახან უსმანზე საუბრობთ, 2023 წელს ბელატორში მორიგი კამარი მოიპოვა, გაიმარჯვა, შეამოწმეს, ამოუვარდა დოპინგი, ეგრევე გააქანეს დისკვალიფიკაციაზე, მაგრამ რამოდენიმე დღეში ის დაბრუნდა ექიმის დანიშნულებით. აი როგორ ფიქრობთ, დაღესტანში ფეიკი დანიშნულების, ექიმის დანიშნულების გაკეთება ძნელია? დაღესტანში კი არა, საქართველოში კაი ახლობელი ექიმი თუ ყავს, შეუულებრივად შეგიძლია ეს გააკეთო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ისლამ მახაჩევზეც. ისლამ მახაჩევსაც ამოუვარდა აკრძალული პრეპარატი 2015 წელს UFC-ში,
კი გაუფორმეს დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივად, მაგრამ წავიდა და მოვიდა იქ იმის დანიშნულებით, სადაც წერია რომ მას გულის მანკი აქვს და ეს ყველაფერი იყო აუცილებელი. და ეხლა ამიხსენით ერთი რამე, ამ ინციდენტის მერე გულის მანკიან ტიპმა როგორ გაიმარჯვა UFC-ში, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ლიგაში, სადაც ბინადრობენ ნამდვილი მონსტრები, 16 ბრძოლა როგორ მოიგო, ფიზიკურად ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ გულის მანკი თუ გაქვს, ექიმი გეტყვის, ჩხუბი კი არა, სწრაფათაც არიარო და იჯექი კვებაზე და არ ინერვიულო. ხო და ეს ყველაფერი იცოდა ილია თოფურიამაც და ამიტომაც ჩაწერა ეს ინტერვიუ. ჰაბიბს პატივს სცემს სერიოზულად, როდესაც სხვები ტლიკინებენ, ის მშვიდად არის და არავის აკრიტიკებს. მაგრამ როგორც კი მე ისლამს ვახსენებ, თავს ყოფენ მისი გუნდელები, რომლებსაც კარიერაში არავინ დაუნოკაუტებიათ. თქვენ უბრალოდ სტეროიდების მომხმარებლები ხართ და ამიტომ მიტევთ კომენტარებში. ნერვული სისტემა დარღვეული გაქვთ. პირველი რაც ზიანდება დოპინგის მოხმარების დროს, ეს არის ნერვული სისტემა. წარმოიდგინეთ, მაშინებენ, რომ შეგხვდებითო დაგლეწავთო. მე მთელი ცხოვრება ვარჯიშობ ძმაო. რას დამლეწავ? რამე უფრო კრეატიული მოიფიქრეთ. და იქ ილია მართალია ისლამ მახაჩევის გუნდის წევრმა ტაგირ ულამბეკოვმა დაემუქრა ილიას პირდაპირ. მან დაწერა რომ სადაც შეგხვდებიო, ჯობიაო ფული შეაგროვო კბილების კურნალობისო, იმიტომ რომ სადაც შეგხვდებიო, პირველივე კონტაქტზეო ეგრევე ყბას მოგგლიჯაო. და რა მოხდა? მოხდა ეს. მახსოვს ერთხელ ტაგირმა რაღაცა დაწერა ილიას კბილებზე. ამას წინათ ყატარში ილია ტაგირს შეხვდა კულისებში. ტაგირი გაუძლურებული მოდიოდა წონის კლების გამო და ილია მას ეცა და გაუტრაკა. მოკლედ, დაცვამ მოაგვარა, გააშველა ესენი. ტაგირი ისედაც ძლივს იდგა წონისგან, არ ვიცი რა უნდოდა ილიას მისგან. მოკლედ, დაღესტნელებზე ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ სულ ყველანი არიან დოპინგზე და მათ შორის კონორ მაგრეგორი. კონორ მაგრეგორი, რომელსაც დისკვალიფიკაცია სულ მალე გაუვლის და თვითონ დისკვალიფიკაცია რატო აქვს კონორ მაგრეგორს? იმიტომ რომ დოპინგ კონტროლი დაადგა და არ შეამოწმებინა თავი. ეგრევე უთხრა რომ წადითო, კიდეო გამიწერითო დისკვალიფიკაციო და ეხლა ზუსტად გაზდის დისკვალიფიკაციის დრო და ამიტომაც ბევრი ვარაუდობს რომ ის თეთრ სახში იჩხუბებს. ხო გითხარით რომ ჰაბიბის მთელი გუნდი აფერისტები არიან. ჩიტერობა და აფერისტობა სისხლში აქვთ გამჯდარი. ვიყავთ ახალი დოპინგ გმირი, ვინ წაიჭირეს ყველებიდან? უმარი, უსმანი? თუ მე მგონი უსმანი, ბოლოს უსმანი წაიჭირეს. ისლამ მახაჩევიც საჭერილია, უსმანიც, მოკლედ ხიმიით გაჟღენთილები არიან, ვირთხები. მისწორდება რუსეთის მთავრობა მათ რომ შეუტია. ასეც უნდათ, რადგან ყველა მათგანი ფეიკია, დასახვრეტები არიან. მოკლედ ბევრი საუბრობს ამ ამბავზე, მაგალითად ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ოქროს კაცი, ჯიგარი კაცი, ძალიან მიყვარს ეს მებრძოლი. ზუსტად ისლამ მახაჩევთან ბრძოლის წინ გასახდელში დაინახა, როგორ ქონდა შეერთებული რაღაცა წვეთოვნები და უბრალოდ ინტერვიუში კი არ თქვა რომ აი ისლამ მახაჩევი რაღაცეებს იჩხერსო. დავინახეო რომ აი რაღაცა ვიტამინებს იღებდაო. მან არ თქვა არაფერი, სამაგიეროდ აღნიშნა. და აი ბობი გრინმა ხო საერთოდო ისლამ მახაჩევს რომ შევხვდიო, მეგონაო რომ კედელს დავეჯახეო. ვერაფერს ვერ უკეთებდიო, გადამიარაო და დამღეჭაო. მაგრამ ის ისლამ მახაჩევს კი არ ეკრიტიკებს, ანამედ UFC-ს ეუბნება რომ ჩვენც მოგვეცდო უფლებაო გავიკეთო ეს დოპინგიო იმისათვის რომ ჩვენი ძალებიო გათანაბრდესო და უფრო თანაბარი ბრძოლა შემოგთავაზოთო. ანუ ჩადითო მზადების პროცესშიო, კემპზეო, დაღესტანშიო და ისე შეამოწმეთო ეს მებრძოლები. და აბუ-დაბიშიო საერთოდ რა ხდებაო ღმერთმა იცისო. მოკლედ რაც ახლა მე ვილაპარაკე, ეს ყველაფერი არის თეორიები და კონკრეტული მებრძოლების აზრები. საინტერესო არას ფიქრობთ თქვენ? დაწერეთ კომენტარებში, ყველაფერს წავიკითხავ, შეძლებს და გვარად პასუხებსაც გაგცემთ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.